არავისთვის არ წარმოადგენს ის, რომ მამაკაცი ბუნებით მონადირეა და მიუწვდომელი ქალი მისთვის ყოველთვის სასურველია. ამ დროს ჩვენ გოგონები ძალიან გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებით ხოლმე. თუ თაყვანისმცემელი არ მოგწონს, რაც უფრო თავს ვიფასებთ, მით უფრო ინტერესს ვუღვივებთ მას. ალბათ ყველა ჩვენგანს ჰქონია მსგავსი სიტუაცია ცხოვრებაში. მე დღეს რამდენიმე საინტერესო და გამოცდილ მეთოდს გაგიზიარებთ, როგორ ჩამოვიშოროთ არასასურველი თაყვანისმცემელი სულ რამდენიმე დღეში. წესი პირველი, მიეცით მამაკაც საშუალება იფიქროს თითქოს თქვენ მასზე უგონოდ ხართ შეყვარებული და რომ მან თავისას უკვე მიაღწია. ამაში დასარწმუნებლად თქვენ მას გამუდმებით ურეკავთ ტელეფონზე და სწერთ სასიყვარულო წერილებს. მიაკითხეთ სამსახურში მოიქეცით არაადეკვატურად, ეცადეთ ჩაუშალოთ სამუშაო პროცესი. ეს მას ყველაზე მეტად გააღიზიანებს. წესი მეორე, დათანხმდით თქვენს არასასურველ თაყვანისმცემელს და გაჰყევით სასეირნოდ. მოიქეცით უცნაურად, თუ ამას უცნაურობა ჰქვია. მერწმუნეთ მამაკაც ამის შემდეგ აუცილებლად შეეცვლება თქვენს მიმართ დამოკიდებულება, სავარაუდოდ აღარასდროს დაგირეკავთ. წესი მესამე, პაემანი. არასდროს უთხრეთ უარი. სურპრიზი კი სადილისთვის მოიტოვეთ. ყველა მამაკაც სურს ქალი იყოს მიმზიდველი და დახვეწილი და სწორედ ამ დროს თქვენ პირიქით იქცევით. მართალია ის იფიქრებს, რომ თქვენ ყველაზე უზრდელი ადამიანი ხართ მსოფლიოში, მაგრამ თქვენი მიზანიც ხომ ეს არის. აღარასდროს მოუნდეს თქვენთან ურთიერთობა. წესი მეოთხე, თუ მოგეცემათ შანსი შეერცხვნეთ თავი მისი მეგობრების თანდასწრებით. მოიხსენით კომპლექსი, გამოიჩინეთ ცოტაოდენი მსახიობობა და ეს მის მეგობრებსაც გააოცებს და მასაც. ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს მეგობრები ასრულებენ. ასე რომ წინ მისი მეგობრების გასაღიზიანებლად. ეკამათეთ მათ და გადადით ჩხუბზე. ძლიერ სქესს არ უყვარს საყვარელი ადამიანისგან მისი მეგობრების მისამართით ნათქვამი ცუდი კომენტარები. და საბოლოოდ, მერწმუნეთ ეს თქვენი ურთიერთობის დასასრული იქნება. თქვენი მიზანი ასრულებულია. ეს ის მეთოდებია, რომლის გამოყენებით თქვენ კი შეირცხვეთ თავს, მაგრამ არასასურველ თაყვანისმცემელს ისე ჩამოიშორებთ, რომ ოდნავადაც არ ატკენთ გულს. მას არასდროს გაახსენდებით, თქვენ კი მშვიდად განაგრძობთ ცხოვრებას.